ომარიკო როგორ ახართ? ხო ცოცხლები ხართ? ჯერ ეგეთი მივარ და კი ცოცხლები ვართ. სამწუხაროდ ორივე. ანასტასია რა ხავქნა სახში არაფერი არ არის კაცო საჭმელი და დამეხოცებით მშივრები. რამეს გამოვიძახი ფარაუშავს, არ დავიხოცებით. სამწუხაროდ არც ერთი. დე ანასტასია ამბობს რომ ეხლა მე ვარ სახში უფროსი და უნდა დამემორჩილო. გავთიშე უკვე ტელეფონი და ვერ გაიგო რაც თქვი. მიდი ახლა წვენი მომიტანე. საწრუპით. მაშინ მეც გამომიძახე საჭმელი, რასაც შენ გამოიძახებ. ბლეკ შაურმა გახსნილა გლანში, შაურმების ქუჩაზე 70 ნომერში. ეგ ხوار გამოვიძახო. აქვე თან და ძალიან მალე მოვა. აუ კი მინდა შაურმა, ხო ციცაკის გარეშე. ერთხელ შევჭამე ციცაკით და უცრემლები მომდიოდა. ვაიმე მოვედი, ცოცხლები ხო ხართ? გარდაცვლილის რა მიტყობა, უგემრიელეს ბლეკ შაურმას ჭამ. ხო ძალიან მაგარია, მე ქერქს ჭამ მარტო. ანასტასია მითხრა რომ ძლიერი ადამიანები ჭამენ მარტო ქერქსო. თან ნახე შავია. ბლეკ შაურმას ქერქიც კარგი აქვს და შიგთავსიც. ეხლა უხრუაშვილს მოკლავ და ზედ მოვაყრე თავის ერთკვირიან წამწამებს. რეებს ეს კლასის ჩატში, ამას ფილერი ხო არ აწუხებს. ხო, ვიცა ფილერი გაიგედა უხრუაშვილმა? ხო, აღარ საიდუმლო, თან კითხა საიდან ვიცი. ნახე რა დაწერა, ბოლოზარი არ გვინდა გოიმობაო. რისთვის ვიარი სკოლაში 12 წელი? ამან უეჭოლა თავის ზომა პერენგი ვერ იშოვა. გოგო 2 კილო ნახევარი აქვს მომატებული. გოგო ალტეს აქ ბოლოზარი მე-12 კლასელებისთვის 21 მაისს. ნახე თან რეები იქნება, კვება, გართობა, დიჯეი. დიჯეი? ჩათვალე რომ მოვდივარ. ძალიან ბევრი უნდა ვიცეკო. თიკო სათხარ ამდენი ხანი? გოგო რავი ოქროაშვილი მელაპარაკებოდა. 21-ში ყოფილა რაღაცა ბოლოზარი ალტეში და მან წავიდეთ მე შენ და სალომეო. მე გადავიბი? რა ნაგლი გოგოა პროსტა? ოქროაშვილი უიშვეთესი გველი რო ხარ ალბათ ხვდები უკვე. ჩუმად რო გეგმავ ყველაფერს. მადლობა თქვი რომ ეს კლასში ჩატში არ ვაგზავნი. აი ასე. კი ზუსტად კლასში ჩატში გაგზავნი ახლა ეგ ვოისი. აუ იმინა დავიღუპე პროსტა. მოიცა წავშლი. ძალიან დაგვიანია უკვე 16 მაკაცმა ნახა. 17, 18, 19. კაი მოიცა რამე მოვიფიქროთ. რა ვქნა ეხლა? ვერაფერს იზავთ, მე ბიტრევა წავა კლასში ორშაბათს, თიკო არ გააცდინო. აუ ჩხუბი არ აქცდება ანასტასია, თან ხო იცი ოქროაშვილი რანაირია. კაი ხო ნუ პანიკობთ, რა მე მოვაგვარებ მაგას ეხლავე. ბავშვებო მოკლედ ანასტასიას იმის თქმა უნდა რომ რამდენიმე გოგო წავსულიყავით მარტო ალტეში ბოლოზარზე. ჩვენ გოიმ კლასელებთან არ მინდა უბრალოდ ასე თქვა. მეტი არაფერი რა. всё. ინგე საბუთები გამზადი. სკოლიდან გადავდივარ. აბა ომარიკო, გამრავლების ტაბულა, დავიწყოთ. 3x4. 10. არა მოიცა? 12. კიდე კაი რო შეასწორი, თორე ხო ხედავ ბუზის საკლავი უჭირავს ხელში. ანასტასია მანდეთ არ შემომატრიალო. 4x7. მოიცადი? 28. აჰა, ცოტნია კაცო რა გინდა. რატო არ იცოდინება წეგან იმდენი ზელატოსი იყიდა მაღაზიაში მოლარემდე მაგან დათვალა. ფულები არ გეშლებათ შენ და შენ ძმა სიცოცხლე. აბა ეხლა გავართულოთ. 6x8. ორმოცდარვა. აუ არავინ არ გვისმის? ბავშვი კომაროვშია საყვანი. ასეც კი არ არის კაცო, როცა მოინდომებს შეუძლია. გუშინა მოუხსენი მასწავლებელს მაგარითი და მკვდარი ადგავო ასე თქვა. არა მაგ შემასწავლებელს უნდა დაველაპარაკო როგორც საჭიროა რა. ხო ინგე დაიმუქრი, კომაროვში გადავიყვან ბავშვს იცოდეთო. კაი ერთი ამჭირდება შენი რჩევები რა. აბა ომარიკო ყველაზე რთული. 9x8. რა პრობლემაა? გამომელია. ვაიმე ამჯერა რო დღეს ქორწილი მაქვს. მე კიდე სამჯერო შენი მზითავის ლეიბები ჩირმა შემიჭამა. ვაიმე რა დროს ლეიბებია დედა მოვა მაყრიონი სადაც არის. ვაიმე გოგო ნუ ნერვიულობ რა, მოგშორდება იცოდა ეგ პუდრა. გაგიფუჭდება მაკიაჟი. ბიჭო მოვიდნენ. სიძეს გაუმარჯო, სიძეს. აქ ამ შვიდობა, თქვენი გოგო უნდა წავიყვანო რა.
400 ლარი ვარდივით გოგოსაგადან კაცო. ოხ გიორგევიჩ რა. აბატონო. აბა დროს გავიდით რა, გავიდეთ უკვე. ომარ, მანქანები მოაყომარე რა. всё, აი გამოვდივართ კი. ვაიმე, ნაზიკო კალიც უხშება მე მგონი. ნუ გეშინია მე მაგ პორტფელში. ხო, ვაიმე თაიგულს ხომ მოიტანს თეონა არ დამღუპოს. თეონა გზაშია უკვე და თაიგულიც მოაქვს, დამშვიდდი. მოდის ხო? ვაიმე, გასატეხით ეფშახი და უნდა წავიღო თუ მიგ დამახვედრებენ ოჯახში რომ მივალ. რა მოსონარი ხარ, ნიგო გუშენ ამაღამ გაუჩერდები საწოლში ქმარსა. შეხედე ბიჭო, რა ეს ამბობ, სულელი ქალი ეს. არაფერი, მამა, არაფერი. ვაიმე, გავედით რა, გველოდება უკვე მანქანები. აბა სიმღერით გავაცილოთ პატარძალი, რა ბედნიერი რო იყოს. სიადეიდა. Vesian, kale lamaze. Anastassia, მოდი ფოტოები გადავიღოთ. ცოტა გვერდზე გაიწიე. წნილის ბანკა ჩანს უკან. რა სურათებს იღებთ, კაცო, თქვენ ფოტოსესია რომ მომიწყეთ აქ? შეშვის უნდა რომ ზელატოსისგან მოეგოს ულიმიტო ვაუჩერი. თაწმინდის პარკში ატრაქციონებზე. ზელატოსის Facebook-ის კომენტარებში უნდა დავიდო ეს ფოტო და ლაიქები მოვაგროვო. რომ მოვიგებ, მე თაწმინდაზე ვიკაჭავებ რომელ ატრაქციონზეც მინდა. და შმაკის ბორბალზეც დაუჭდები. ვაიმე, ეგ არ გამაგონო ახლა. კაი რო იყოს ეგ ბორბალი, შმაკის არ ერქმეოდა. აუ, რა ლოგიკა. ომარიგო წესიერად დადექი. თორე ლაიქების მეგროდ ხალხის დაცინვას მოაგროვებ. ზელატოსის Facebook გვერდზე თან. გადაიღე? აბა ჩვენი დედას. ой, მაჩვენი აბა. ვაიმე, ანასტასია, ეს ბიჭი ვინ არის? აუ, იარავინ. აი ეს არის ომარიკოს ფოტოები. მაჩვენი აბა. დედა რა არის ომარიკო ეს? მონდრეული როდგა ხარ. კაი, მომიც თავიდან გადავიღოთ. გასწორდი ომარიკო. აი, მე არაფრის აზზე ეს ბავშვი არ არის რა. აუ, მაგარი აზრი დამებადა. ეგრე დადექი. კაია? მეტი ღიმილი. კაია. აი როგორი უნდა იყოს ფოტოგენური ადამიანი. აი მე კარგი ნუტირი ხარ ეტიო მარიკო რა. ვაიმე ანასტასია, შენზე ისეთი ნაწყენი ვარ რო არ ვიცი რა. ნაწყენი რატო ხარ? ვითო არ ახსოვს. და გავიწყდა რომ მითხარი, ჩემთვის არაფერი გაიკეთებია არასდროსო. როდის გითხარი ეგ, სევდით არ მახსოვს. კი ბატონო, ნუ გახსოვს, მე მთელი ჩემი ცხოვრება არ დამავიწყდება. ხო დედა. რა ვიცი, აბა შენი შვილი რო გეტყვის, არაფერი გაიკეთებია არასოდეს ჩემთვის, როგორ ვიქნები. კაი, გადმოგირეკავ საღამოს რა. ე, გუშინ წინ ანასტასია მეც მითხრა ცუდი რაღაცა. ამაზე უარესი რა გითხრა, მარიკო? რა და ეზოში ჩავდიოდი და ყველას დებილი ეგონებიო ასე მითხრა. მან რაც თავარი იყო, იმას არ ამბობ. სისათვალებით რო ჩადიოდი კოკის პირველ წვიმაში. იმგა. მოდი ლია, მოდი აქეთ ვართ. აბა როგორ ხართ? რა ვიცი, აბა ნაწყენი ვარ ამ ქალბატონზე. რა მითხრა არ გაინტერესებს? მთელი ცხოვრება ჩემთვის არაფერი გაიკეთებიაო. როგორ ვიქნები? არ მithქვამს მეთქი ეგეთი რაღაცა არასდროს. დე, ნინო დაიდაგეძახის ეზოდან, გადმომხედოსო. ხო, ნინო. არა, ანასტასიაზე ვარ ძალიან ნაწყენი და ვერ ჩამოვალ. ასე მითხრა რომ მთელი ცხოვრება არაფერი გაიკეთებია ჩემთვისო. გაისაინეთ ამ ერთხელ ჩემ გარეშე ხო? შეხედე მთელ კორპუსს გააგებინა. როდის გითხარი აბა გაიხსენი? გამახსენდა. ექსკურსიაზე რო ვიყავით და მთაზე ავდივით, მაშინ მითხარი ეგ. მე კიდე ცხარი გამოიქცა და დამეტაკა ფეხებში. მეტი არ მახსოვს. ექსკურსიაზე ბოლო 4 წელია არ ყოფილვართ. და ეს ცხარი წაიდან მოიტანე საერთოდ. აი ხო, არსებობს მცირედი შანსი, რომ დამესიზმრა. გაიგეთ უქროაშულს რა დააწერეს ბოლუზარის პერანგზე? ფეთქებადი ფილერი. მაგაში არაფერი არ არის გასაკვირი ნამდვილად. იმიტომ რომ მე დავაწერე. ახლა ეგეც ამას დაბრალდება და თმებით-რევის მეორე ტური გვექნება. აღარ გვექნება თიგო. თუ გახსოვს გუშინ სკოლა დაამთავრე. თან მე ჯიონფის ახალგაზრდულ ფორუმზე უნდა წავიდე. სადაც ოქროაშვილი ნამდვილად არ გაიჩიტება. ოქროაშვილი არა, მაგრამ ჩვენ გავიჩიტებით. გითხარი აბა ეგ რა არის?
საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტი ატარებს მაგ ფორუმს. ახალ ხალხს გაიცნობდა პროფესიაში გამოგადგება ძალიან. თან იძლევენ ორენოვან სერტიფიკატს. გოგოებო, სანამ ახლებს გაიცნობთ, მანამდე ძველები მოიშორეთ. კაი, ოქროაშვილი მოდის. ქალბატონო თეკლა გურგენიძე, დავადგინე, რომ მაისურზე ფილერი შენი დაწერილია. ქართულის მასწავლებელს ვაჩვენ და ხელწერა ამოიცნო. თმებით თრევა, სერია 2. როლებში თეკლა გურგენიძე და მარიამ ოქროაშვილი. დამდგმელი სცენარისტი ანასტასია ზედგინიძე. ოპერატორი თიკო. მაგარი სიტყვით გამოსვლა გამომივიდა. მართლა უნდა გავიჩიტო ჯიონფეში. ძალიან კი გითხრია თეკ, მაგრამ იმენ არაფერი გეტყობა. ხა. ისეთი ვიდეო გამოვიდა, რომ დიდ ეკრანზე უნდა ნახო ადამიანმა რა. თეკ. ინგა მიდი რა შენი ახალგაზრდობის ისტორიები მოგვიყევი, ძალიან გაასწორებს. რა მოგიყვეთ ახლა ანასტასია, რა ვიცი მე. ხო, რა, სკოლაში რომ დადიოდიან რამე ეგეთი. კაი ხო, მოგიყვებით. ინგა დაგაგვიანდა სკოლაში გამოდი დროზე. გავემზადე მე და ნაზიკო რომ გამომივლის ერთად წავალთ, კაცო. თქვენ. მამას ლამაზი გოგო, არამზია ძალიან შევწდით რა. დაანძონა გაგვიჩინა კაცო ინგასთვის. ჩვენ რო აღარ ვიქნებით ცხოვრება მარ დაგვიჩაგროს, კაცო. ნეტა ბრუტური არის ძოდე კოტე რა. ესაბი უნდა დაჩაგროს ბიჭო, ამის მე შემჭამოს ცოცხლად. და ნუ ამბობ მეთქი ეგეთ რაღაცებს, ნაზიკო უნდა მოვიდეს. მოდი ნაზიკო ღია. მოდი გოგო. სალამი მზიადეიდა. კოტეძია როგორ ახართ გიშველად მამას წამალმა? სერგეევიჩი გაახაროს კაცო ღმერთ. რა შედარებაა დავდივარ კაცო. ამათოყურე ბიჭო, შენი დედა. მზიადეიდა. დღეს ინგას ხო გამოუშვებთ საღამოს. ჩაფიძეებმა მაგნიტოფონი იყიდეს და აბას სიმღერებს უნდა მოусმინოთ. ვაიმე ნაზიკო შვილო გაგიჟდება მამამისი რო გამოუშვა. ვინაც არ გაგიჟდება. ტროლეიბუსი წავლე და წამოლე რა იყო. ხოთა შეუნა მომინელო რამას რო გაატანინებ ხომ თავიცასა. წავედით ჩვენ. გოგო ბოტანიკის ციგნი კიდე არ დაგჭირს, თორე კიდე გითხროს მასწავლებელით მեպით. ვაიმე მზიადეიდა რომ წუდა კეჩუში ეს სუკრუგები მარტყმევინა. გოგო ორი დღეა თავი მტკივა. ნეტა ინგა ერთ ჩენს გითხროს მასწავლებელმა ქვაჩრინთ რა. მოეგებოდე გონებაზე. დედა მე ხუთოსანი ვარ და ნაზიკო სამიანებზე სწავლობს. ნუ ბრაზდები შენ კიდე კაცო ყველაფერზე, თორე გაკოცებ იცოდე. გადა შენ ახლა კიდე ნაწადით დროზე. ჩერჩეტები ესენი. ვაიმე ინგა ისეთი ამბავი ვინა გითხრა რომ გაგიჟდები. ერთ ბიჭს მოწონხარ ჩვენ კურსელს. ნაზიკო რამდენჯერ გითხარი მე შენ რომ არ მინდა მეთქი ეს სიყვარულობები რა. ბოლო კურსზე ვარ ჯერ და სწავლა უნდა დავამთავროთ კაცო. მე მოწონხარ მეთქი კი არ თხოვდები გოგო. ეხა ძალიან ჩუმად გაიხედე ფანჯრის მხარეს კედელთან. მამუკა ქვია. ვაიმე დამინახა. ხამივით რომ აყურებინებ რა. ბიჭო, ეს გოგო ხო არ იცი ვინ არის? ნაზიკოს გვერდზე როზის რა. ბიჭო, გდანში ცხოვრობს რა, სახელი კი არ ვიცი, მაგრამ დანახული მყავს, ხო ხდები? რა იყო, გევასა მამუკა? არა ბიჭო, რა დამეუვასა პროსტა რა. ლექცია დასრულებულია, შეგიძლიათ წახვიდეთ. ვაიმე ნაზიკო, ის ბიჭები მოდიან ჩვენსკენ, რა ხავქნა. გამარჯობა გოგოებო, ნაზიკო რა ვახარ? შენ მეგობარს ხარ გაგვეცნობდი? დიდი სიამოვნებით. ეს არის ინგა, ჩემი მეგობარი. ინგა გაიცანი ესენი არიან მამუკა და მისი მეგობარი ომარი. ჩვენი კურსელები არიან ორივე. ძალიან სასიამოვნოა. გდანში ხო არ მიდიხართ? გაგიყოლებთ, ომარის ზემით ვართ რა. გდანში, ხო მე გდანში ვცხოვრობ და გოგო მამა ჩემ რო დამინახოს ან ვინმე რას იფიქრებს. იმას რომ ჩემი გოგო ბეთში ჩავარდაო, გაადგმიდი ფეხი. კარგით, წამოყვებით გლდანამდე. ოღონდ მამუკა წინ რო დავჯდე თუ შეიძლება, უკან რო ვჯდები ხოლმე ცუდად ვხდები და. მართლა? მე არ ვიცოდი პირველად მესმის. ხო, ნაზიკო, ცუდად ვხდები. მამუკა პამპერსი იყიდე? დამავიწყდა. კაი, ჩავალ ცოტა ხანში და ამოვიდა რა. პროსტინაზე თუქნა ბავშვმა რაღაც მინდა მერე. მომისპობს ყველაფერს.
კაი დაიყო ხო საღამოს დასალევად რო ჩავალ ამოვიყოლებ რა მამუკა ამბობ რომ ზან მოუხშირე შენ დალევას და ნასვამი თუ ამოხვალ კიდე იმ პაპერს ვის გავუკეთებ ნახავ მერე ნაზიკო იქნება გაუღე რა აბა როგორ ახარ დინგა ბავს ძინავს როგორ მინდა ნახვა ძინავს ხო გოგო მაგრამ გაიღვიძებ საწი უკვე და მანამდე ყავა დავლიოთ ჩვენ კაკრას ეხლა დავფქვი ყავა კი არ მომაკლდება მაგრამ უნდა გითხრა რა გოგო იტალიაში გადავწყვიტე სამუშაოდ წასვლა ხო ხედავ რომ აქ ვეღარაფერს ვეღარ შოულობ რა დედა რას ამბობ ნაზიკო სადნა გადაიხვეწო გოგო ამ სიშორეზე 2-3 წელი ხა დიდი ხანი არ ამგონია გავჩერდე ჩემი მულიც ხო იქაა და მიშოვა უკვე რაღაცა სამსახური აუ იტალიაში მაგარი პონტია ძალიან პიცა მაკარონი და რავი რა ხო მაკარონი საყიდელია და ამოიყოლე ეგეც არ დაგავიწყდა სიცოტე რა იყო გოგო ხო არ გაბრაზებს ეს რაც ანასტასია გვეყოლა ძალიან შეიცვალა გოგო ამ ბოლო დროს ბევრს ვამს ძალიან ხო ძალიან ხშირად კი არის უბნის ბიჭებთან ერთად და მაგათ კიდე ლუდები ულაგიათ მაგიდაზე იცოცხლე ვაიმე ყავა გადმოვიდა დედა ესე იგი მაინც და მაინც სხვაგან რო გავიხედეთ მაშინ გადმოდის ხოლმე რა ვაიმე რამხელა ხმაზე ვლაპარაკობ ბავშვი გავაღვიძე დედა რამხელა ხმაზე ტირის გოგო ხმაურიანი გოგოა ეგა ნაგვაშენებს ან დაგვაქცევს რა ვაიმე 200 ლარი მჭირდება და საიდან მოვიტანო ვეღარ მოვიფიქრე რა ანუ გადაწყვიტე რომ იზმანები მიყიდო ხო გუში რო გაჩვენი რა ზმანები გოგო წიგნების ფესტივალია 25-დან 28 მაისის ჩათვლით ზმანები მე მაქვს 200 ლარი ოღონდ იმ პირობით მოგცემ ნარუტოს ეთამაშოს თუ მიყიდი 200 ლარი საიდან გაქვს მარიკო საიდან და 100 ლარი მზიაბებო მომცა 100 ლარი ლევანიცია მაშინ ზესტაფონში რო ვიყავით და 50 ლარი ლიადედა მოჩქა დაბადების დღეზე 250 ლარი გამოდის ელემენტარულიც რო არიცი ოი ხო 250 ლარი მქონია მოგცემ თუ მიყიდი იმ სათამაშოს და მაგდენი ფული თუ გაქვს პირდაპირ შენ თვითონ გეყიდა ვაიმე მარიკო მოდი 200 ლარი მომეც 50 არ მინდა ჩაგასესხებ ორ კვირაში ხო ვაიმე რა კარგი ამდენ წიგნებს ვიყიდი ჰა თან ეს გამომცემლობაც იქნება კაცო წიგნები ბათუმში გამოდიან ხო დელფინიანი წიგნები რო არის ხო აუ დელფინზე გამახსენდა კუპალნიკებით საყიდელი მაქვს აჰა მოგიტანი 200 ლარი ოღონდ ორ კვირაში უნდა დამიბრუნო ვაიმე რა შვილი მყავს სამაყო აუცილებლად ჩაგასესხებ მარიკო როდის მომიტყუები ხარ მე ხო ალბი ფულები აქვს ჯე ჩვენი კარების საკეტი გაფუჭდა სულ დაიშალა ვაიმე სულ მოძრა უყურე რა ვიღაც გავაკეთებინებ ახლა ამას დღეს კიდე კარგად გაძვდა მაგ საკეტმა 2010 წელს რო დააყენე თქვენ ჩემზეც ეგრე იტყვით რომ მოუკვდები კიდე კარგა ხანს გაცლო პროსტო შეხედი როგორ აბუქებს ყველაფერს აუ ჯე ქურდი რა შემოვიდეს ხამე და დაგხოცოს ეგ ქურდი კი არა მკვლელი გამოდის ომარიკო ვაიმე მეც დავფიქრდი ახლა და საშიშია კაცო ამაღამ დაძინება მე ვერ გავათინებ თუ რიხვალ საშინელ ხასიათზე ვიქნები ხო შენ მარტო გათენებული ღამეების მერე ხარ საშინელ ხასიათზე თორე დანარჩენად გაცისკროვნებული ხარ და 10-10 დაგთამაშებს სახეზე დედა რა სიტყვები ვთქვი ჰა რაღაცა ლექსივით გამოვიდა ხო და მკვლელი რო შემოვა ამაღამ მოუყევი ვერც მე გავათინებდი სკოლაში უნდა წავიდე დილით კვირას მიდი სკოლაში კონდეს ახლა ამის იმედი კი ბატონო კაცო მე გავათინებ დავჯდები აგერ კალიდორში და ეგ იქნება აიმე რომელი ხარ კაცო აუ ხერხემალში ჩამატყა პროსტა ინგა გინდა მაგარი ფული გავჩითო 35,000 ლარი დაიმე ბანკის გაძარცვაზე არც იფიქრო რა ბანკის გაძარცვა ინსტაგრამ ბეთამაშება spot of giveaway-ზე აუ თუ მოვიგეთ საოჯახო ნაყინს მიყიდით მაგას არ ჭირდება 35,000 ლარი 7 ლარი უნდა ინგა ლინკი ჩაგიგდე მან დაწერე კომენტარი და 104 მე დააფოლოვე
დედა, ეგ თუ მოვიგეთ, რამდენ რაღაცას გავაკეთებთ, აბანოს გავარემონტებ ეგრევე. მოიცა, აბანო ხორი წლის წინ გავარემონტით. აი, მე რაღაცაში ხო უნდა დავხარჯო, კაცო, ამდენი ფული. მე ხო მიყიდით საოჯახო ნაყინს. დედა, რამდენ რაღაცას ვიყიდი, ახალი სარეცხი მანქანა, ახალი მაცივარი, საოჯახო ნაყინი. 7 ლარი მიეცი შენ შვილს და დღეს ვეისწრებთ მაგ ბოლოს სურველს. ხუმრობის გარეშე მაგ ძალიან მაგარი გათამაშება. შეიძლება რომ ზუსტად შენ მოიგო ეგ ფული. მონაწილეობის მისაღებად გადადი ბიოშმიტებული ინსტაგრამზე და მიყევი ძალიან მარტივ ინსტრუქციას. წარმატებები. მე მიწაწმინდის პარკში მივდივარ 1 ივნის. ფულს თუ არ მოგცი ვირსად ვერ წახვალ. ბევრი ფული ისედაც არ დამჭირდება. უკან დამიბრუნდება ნახევარი, რასაც დავხარჯავ. და გაკვეთილებს თუ არის სწავლი, ჩემი რისხვა დაგიბრუნდება. რისხვის იარაღ შენ თვითონ აირჩევ. ბუზის საკლავი, ცოცხი ან პოლის ჯოხი. ჯერ ნასწავლი მაქვს ყველაფერი. ნასწავლი გაქვს? კაი, მიდი აბა ჩამაბარე, გისმენ. კაი ხო, ვისწავლი. დედა, რამატყუარა გახდა კაცო ეს ბავშვი. რას ამბობდა წეღან, ნახევარი ფული უკან დამიბრუნდებაო. ხო, 50%-იანი кэშბექი მთაწმინდის პარკში მოსწავლეებისთვის, ატრაქციონებზე და თოლიას ნაყინზე. როგორც ხულაპინა გქონდეს და ეგ შეთავაზება გააქტიურო. დედა, რა კაია, კაცო. ერთი ჩემს მას უნდა გავაგებინო ზესტაფონში, იქნება ჩამოვიდნენ. ხო, ლევანი, როგორ ახართ, აბა? რა ვიცი, ჩვენც არ აგვიშავს. ბიჭო, ჩამოიყვანა 1 ივნის, არ გინდა ბავშვები? მთაწმინდის პარკში გაართობ ნახევარ-ფასად. ხო, ჩამეიყვანე. ერთი შენ და სუყურე რა, როგორ არის ჩაფლული ტელეფონში. მოგესალმებით. ამ ვიდეოში გასწავლით როგორ ვიმოგზავროთ ბარსელონაში 25 ლარად. რა გინდათ ვიდეოებს უყურებ? ჯეგო შენიცი რა ვიდეოს მაყურებინა? ლომებმა ირემი დაიჭირეს და დაგლიჯეს. შენ ნორმალური თუ ხარ, რეებს აყურებინებ ბავშვს, კაცო? გეგონება ძალით ვაყურებინე, სანამ ნეკნები არ დატოვეს, იმისგან თვალი არ მოუშორებია ვიდეოსთვის. იმიტომ უყურე, რომ ბუნებაში დაგვავალა მასწავლებელმა, ცხოველებზე უყურეთ ვიდეოებსო. მე რისკი რომ თქვენ მასწავლებელს ირმის გატყავების ვიდეოებს უყურეთო. ახლა სანამ მე გამიტყავები ხარ, თორემ თქვენი ოთახები დაალაგეთ. სანაგვეთ რო აქცეული, ერთი ნაგვის მანქანები რადიან შეგნით, თორე დანარჩენი ყველაფერი ხდება. უმარიკო, მოიცი. ჩემ ოთახსაც თუ დაალაგებ, საღამოს გაყურებინებ ვიდეოს, როგორ ჭამენ ზებრას ნიანგები მდინარეში.